ცენტრალური ნიუ-ჯერსის დიდ რაიონში ემილი ნახე ეს ამერიკული სისტემის თავისებურებაა, რომ კანდიდატს შეუძლია გაიმარჯვოს 28%-ით. თუ პრეფერენციული კენჭისყრა ყოფილიყო, თუ ყოფილიყო მეორე ტური, რეიტინგული არჩევანი. როგორც ნახეთ მაგალითად ნიუ-იორკის არჩევნებში, მეორე ტური როგორც ჯორჯიის შტატშია, არა თუ ამერიკის გარეთ, შეძლებდა თუ არა ის გამარჯვებას. მაგრამ სიამდვილეში ამერიკული სისტემის თავისებურებებით, სადაც ის, ვინც იღებს უმრავლესობას მრავალკანდიდატიან არჩევნებში, შეიძლება გაიმარჯვოს და შემდეგ გერიმანდერინგის გამო ფაქტობრივად გახდეს კონგრესმენი. ეს სისტემის რეალური ნაკლია და ასევე ლეგიტიმურობის ნაკლია, როცა რაიონს, სადაც ჩვეულებრივ დაახლოებით 900,000 ადამიანი ცხოვრობს, წარმოადგენენ. ვინც შესაძლოა ვერც კი მოეპოვებინა ამ რაიონის ამომრჩეველთა უმრავლესობის მხარდაჭერა, ან თუნდაც საკუთარი პარტიის ამომრჩეველთა უმრავლესობის მხარდაჭერა, რომ სისტემა სხვანაირი ყოფილიყო. მაგრამ როგორც არ უნდა იყოს, ნახეთ, არა მხოლოდ უკიდურესი მემარცხენე, არამედ ადამიანი, რომელმაც ისრაელი გენოციდში დაადანაშაულა. ასე უნდა ითქვას, რომ ის აშშ-ს სამხედრო ძალებში ქირურგად მსახურობდა და ტემი დაკორტის ილინოისის სენატორის სიცოცხლე გადაარჩინა. მაშინ ის ვერტფრენის ავარიაში მოყვა. მან მას ოპერაცია გაუკეთა, რის გამოც ტემი დაკორტმა მისი კამპანია მხარი დაუჭირა. ის ასევე დაკავშირებული იყო ბრმა შეიხის სასამართლო პროცესთან 1993 წლის სოფლიო სავაჭრო ცენტრის აფეთქების შემდეგ და არსებობს ბრალდებები მისი კავშირების შესახებ. ამავე მეს უარყო. მაგრამ ემილი, მისი პოზიციები აშკარაა. ისრაელის გენოციდში დადანაშაულება მკაცრად პრო-პალესტინური, უკიდურესად მემარცხენე შეხედულებები და ფაქტობრივად მას მხარს უჭერს დიდი ფინანსური მხარდაჭერა პრო-პალესტინური სუპერფაკიდან. 1.5 მილიონი დოლარი ჩადეს, რომ მას პრაიმერიში 28%-იანი შედეგი მიეღო. პრო-ისრაელურმა ჯგუფებმა, როგორც ჩანს, ხელი ჩაიქნიეს ამ სიტუაციაში და აქ ინვესტიცია არ ჩაუდიათ. მაგრამ მიუხედავად სისტემის თავისებურებებისა, მავანც შეძლო ამით ესარგებლა და თანამდებობაზე მოხვედრილიყო. ნოემბერში სავარაუდოდ დაამარცხებს თავის რესპუბლიკელ ოპონენტს ამ ძლიერ დემოკრატიულ ოლქში. და შეუერთება კაპიტოლიუმზე მყოფი უკიდურესად მემარცხენე პრო-პალესტინური ხმების მზარდ რიგებს. და იქნება კიდევ ერთი მათგანი, ვინც ისრაელს დაუპირისპირდება კონგრესის დარბაზებში. თუმცა უნდა ითქვას, რომ ისრაელისადმი ოპოზიციის ამ მყარ ბირთვს მიღმა არსებობს კონცენტრიკული წრეები ამერიკულ საზოგადოებრივ აზრში, სადაც ისრაელი ახლა უკვე უარყოფით მდგომარეობაში ამერიკელების საერთო საზოგადოებრივ აზრში და კიდევ უფრო უარყოფით მდგომარეობაშია ამერიკელ დემოკრატებს შორის. და ისრაელის პოზიცია ამერიკულ საზოგადოებრივ აზრში აღმოჩნდა ამ ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საგარეო პოლიტიკის გამოწვევა. ემილი, ჩვენ აქ გრძელვადიან პერსპექტივაზე ვართ კონცენტრირებულნი. მაგრამ მრავალფრივ, მათ შორის დონალდ ტრამპის ქცევაში, სადაც ეს არის ფარული ხელი და ბევრად უფრო პირდაპირაც. ასეთ არჩევნებში, როგორც ესაა, ჩვენ ხედავთ, როგორ მოქმედებს ეს. თუნდაც ამ შემთხვევაში ეს სისტემის თავისებურებებია, რაც საშუალებას აძლევს მას პარტიის პრაიმერიზე მიიღოს 28% და ამის საფუძველზე გახდეს წევრი 435 წევრიდან ერთ-ერთი. რას ნიშნავს ეს? იცით, მსგავსი რამ შეიძლება სხვა ოლქებშიც მოხდეს ქვეყნის მასშტაბით და არის თუ არა რეალური შეშფოთების საფუძველი. იცით, ანუ ჩვენ ვიცით, რომ ეს კონგრესმენთა ჯგუფი ბერხმაუს ქმნის და დიდ ყურადღებას იპყრობს მედიაში. არა და კი. პირველ რიგში არა, რადგან ეს ისევ სისტემის თავისებურებებს უკავშირდება. მრავალკანდიდატიან არჩევნებს ძლიერ დემოკრატიულ ოლქში. მაგრამ მეორე მხრივ, ნამდვილად იზრდება მათი რიცხვი და ამას მხარს უჭერს აშკარა ტენდენცია ამერიკულ საზოგადოებრივ აზრში ისრაელის წინააღმდეგ, რაც ჩვენ ძალიან კარგად ვიცით. გმადლობთ.